საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, როცა გამოძიება იწყება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და მხოლოდ ჩხრეკაში მონაწილეები არიან პოლიციელები, მათ უნდა იღონონ ყველა ხერხი და საშუალება, რომ დამატებით მოიპოვონ ნეიტრალური მტკიცებულება. ნეიტრალური მტკიცებულება ბევრი რამ შეიძლება იყოს. პრაქტიკაში ამის ძალიან ბევრი მაგალითები გვაქვს. როგორც წესი, ხშირად ეს არის ხოლმე თუნდაც საკუთარი მობილური ტელეფონით გადაღება, ასევე არის პრაქტიკაში ნეიტრალური პირის გამლელის დასწრება და სანაპიროზე მოხდა გიორგი ახობაძის შრეკა და ყველა პოლიციელი ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდებოდა და დღევანდელმა მოწმემას დაადასტურა, რომ მოწმე დაუსწრია ხოლმე ზოგადად მას, როცა სხვა საქმესთან დაკავშირებით შრეკა უწარმოებია და ამას სხვათა შორის ძალიან ხშირად და ძალიან ბევრ შემთხვევაში მათ შორის იყენებენ პოლიციელები და მეც არაერთი საქმე მაქვს პრაქტიკაში, როცა ორ პოლიციელს, რომელსაც უწარმოებია შრეკა და პირი დაუკავებია, ორ პოლიციელს მოუხდენია ხოლმე ვიდეოკამერის საშუალებით, მობილური ტელეფონის საშუალებით შრეკის გადაღება და ჩვენ დღეს გვთავაზობენ არგუმენტაციას, რომ სამი იყვნენ, თუმცა ერთის რო ტელეფონიც არ ქონდათ და რატომღაც ფიზიკური რესურსიც არ ეყოთ. 6 საათით ადრე იცი, რომ პირს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება აქვს, მათ შორის ექსპერტ კრიმინალისტი წაიყვანო და დაასრო. ნებისმიერი რამის მოფიქრება შეგიძლია 5-6 საათით ადრე თუ იცი, რომ მიდიხარ ნარკოტიკის ამოსაღებად. არც ერთი ჩემს მიერ ჩამოთვლილი ღონისძიება, მოქმედება პოლიციას არ განუხორციელებია და რეალურად ეს იმიტომ, რომ მათი მიზანი არ იყო ნეიტრალური მტკიცებულება და რეალურად გამოგვაქვს დასკვნა ძალიან მაღალი ალბათობით, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდის. ეს არის საქმის მასალების მიხედვით, რომ ორი პოლიციელი ჭრებს, ერთი არსებს ოქროს. თუ აქვს კანონმდებლობით პოლიციას იმის შესაძლებლობა და უფლება, რომ ოქროს შევსების პარალელურად აწარმოოს ვიდეო გადაღება, ან შეაყოვნოს ოქროს წერა და აწარმოოს ვიდეო გადაღება. უნდა შევფასოთ ორი მნიშვნელოვანი რა არის სისხლის სამართლის პროცესში მთავარი, ხო, მტკიცებულების მოპოვება და განსაკუთრებით ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება, როცა საქმეში მხოლოდ პოლიციელები არიან, თუ ოქმის ფორმალური შევსება და ოქმის რამდენიმე გრაფის შევსებაზე აქ საუბარი, არა მთლიანად ოქმის არან დროებით ვერ შევსებაზე, ხო? აქ როცა პოლიციელმა დაიწყო და გუშინაც რა თქმა უნდა დაუსვი კითხვა ერთ-ერთ პოლიციას, როცა პოლიციელმა დაიწყო ოქმის შევსება და თვითონვე დაადასტურა, რომ როცა გიორგის ამოუღესო ნარკოტიკული საშუალება, თვითონ იგივე პოლიციელი ოქმის შევსები რამდენიმე წამით გამოტრიალდა და თვითონ მის ხელში არსებულ პაკეტში მოახდინა ჩადება და დალუქ, ანუ რამდენიმე წამით თვითონ შეყოვნდა ოქმის შევსების პროცესში, ხო, გამოიხედა და დაუბრუნდა ამ პროცესს. როცა კითხვა დაუსვი, რამე შემაფერხებელი გარემოება ჰქონდა თუ არა, რომ დაწყებული ოქმი, როცა თარიღი დასვა და საკუთარი სახელი და გვარი დაწერა, რომ ამის შემდეგ გამოტრიალებულიყო და ამოიღო ჯიბიდან მის ხელთ არსებული მობილური ტელეფონი და დაეწყო გადაღება გიორგი ახობაძის შრეკის, რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება ჰქონდა თუ არა, ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ ამაში ბუნებრივია, ბუნებაში ვერ იარსებებს რაიმე ლოგიკური ახსნა ამ გარემოების. არანაირი დარღვევა ეს არ იქნებოდა, ვერანაირი დარღვევა ეს ვერ იქნებოდა. ვერც ამასთან დაკავშირებით გაგვცა პასუხი პოლიციელმა, იმიტომ რომ საპროცესო კოდექსში ამის შესახებ ამსახველი რაიმე ჩანაწერი ნორმატიული ბაზა არ არსებობს, რომ ეს არის დარღვევა. პირიქით ეს იქნებოდა ყველაზე სწორი საქციელი, რომ პოლიციას მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულება. საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენას განსაზღვრა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ადგენს სპეციალურ ტექნიკას, რაც გულისხმობს, რომ თუ საგამოძიებო მოქმედებაში არის ტექნიკური საშუალება გამოყენებული, უნდა იქნეს მითითებული ამ ოქმში, ამასთან ერთად საგამოძიებო მოქმედების დაწყების და დასრულების დრო. თუ საგამოძიებო მოქმედების შესრულების დროს ტექნიკური საშუალების გამოყენებამ გამოიწვია მისთვის დროის რაღაცა ხანგრძლივობა, რა თქმა უნდა, ეს აისახება ოქმში და საერთოდ არ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს ის, რომ საგამოძიებო მოქმედების დროს მოხდა ტექნიკური საშუალების გამოყენება და ვიდეო გადაღება. ეს ოქმში დაფიქსირდება და დამთავრება, როდესაც უკვე დაამთავრებდნენ გადაღებას, მერე მოხდებოდა ოქმის დასრულება და შესრულება. აქედან გამომდინარე, იმის გამართლება, რომ იმიტომ რომ ოქმს ავსებდა ეს არ იძლეოდა საშუალებას, რომ გადაღებულიყო, არ არის რელევანტური საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ნორმებთან მიმართებაში.